თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. ეს ოთხშაბათია პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. ჩვენ დღევანდელი სტუმარია ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერე და საუბრობთ ნოტარიუსთა პალატის გარშემო და ასევე ნოტარიუსებთან მიმდინარე საკითხებზე. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენი გადაცემის აქტიური სტუმრები ხართ ზოგადად ნოტარიუსთა გამგეობის წარმომადგენლები და საკმაოდ დიდი ინტერესი იწვევს ჩვენი მსმენელის მხრიდან თქვენი ნებისმიერი სტუმრობა ამ გადაცემაში, მაგრამ დღეს თემად შევარჩიეთ როგორ და რამდენი უნდა გადავიხადოთ სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის რომ ამბობენ რომ მე იმდენი გადავიხადე ნოტარიუსთან, მე ამდენი გადავიხადე ნოტარიუსთან. რა რეგულირებს ამ ყველაფერს? ეს არის ნოტარიუსზე დამოკიდებული რა ღირს მისი სერვისი თუ არის საერთო თანხა, საერთო ფასი, საერთო სერვისი ყველასთვის? დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ სტუდიაში მოწვევისათვის. მოგილოცავთ დაბადების დღეს, ქალბატონო თამარ. მოგონი სწორად მახსოვს. მადლობა უღმეს. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა და ძალიან სასიამოვნოა რომ ამ თემებზე შეგვიძლია საუბარი, იმდენად რამდენადაც ხშირად ისმება შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იქნა გადახდილი მოქალაქის მიერ სანოტარო მოქმედებისათვის ესა თუ ის საზღაური. ამისათვის შემიძლია გითხრათ და ყველა მოქალაქეს კიდევ ერთხელ გავუმეორო, თითეული ადამიანი, რომელიც იღებს სანოტარო მომსახურებას, მას ხელთ უკავია დოკუმენტი, სადაც სავალდებულო წესით ყოველთვის გაშიფრულად და არა მხოლოდ ციფრებით ზუსტად წერია ის თანხა, რა თანხაც თქვენ უნდა გადაიხადოთ ამა თუ იმ სანოტარო მოქმედებისათვის. ასე რომ შესაბამისი დოკუმენტი ყოველთვის ხელთ გიკავიათ, რის საფუძველზე თქვენ გადასახად საზღაურს იხდით. რა თქმა უნდა, საზღაური გადახდენილება არა ნოტარიუსის შეხედულებისამებრ, არამედ ის დარეგულირებულია ნორმატიული აქტით. ადრე ეს იყო კანონი საზღაურის შესახებ, დღეს არის მთავრობის დადგენილება, რომელშიც გაწერილია ის თანხები, რა თანხებიც მოქალაქემ უნდა გადაიხადოს ამა თუ იმ სანოტარო მომსახურებისათვის. ანუ ეს არ არის ნოტარიუსის მიერ თვითნებურად დადგენილი ტარიფები. საზღაურის შესახებ დადგენილებას აქვს ორი მიმართულება. ერთი, როდესაც არის მყარად ფიქსირებული კონკრეტული ტარიფი ამა თუ იმ სანოტარო მოქმედებისათვის და არის მეორე შემთხვევა, როდესაც არსებობს მაქსიმალური ზღვარი და ამ ზღვარს ქვემოთ კლიენტთან შეთანხმებით შეიძლება ნოტარიუსმა განსაზღვროს ფასი, თუმცა ეს არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევები. მაგალითად, აქციონერთა კრების ან პარტნიორთა კრების ოქმის დამოწმება, როდესაც ნოტარიუსი ესწრება ადგენს და ამოწმებს ოქმს. ამ შემთხვევაში საზღაურის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ტარიფი განისაზღვრება ნოტარიუსსა და მხარეს შორის შეთანხმებით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. ანუ ასეთი ჩანაწერები რამოდენიმე მუხლში ხდება, სხვა შემთხვევაში ეს არის მყარად განსაზღვრული კონკრეტული ციფრი, რომელსაც და ტარიფი, რომელსაც ვიხდით სანოტარო მომსახურებისათვის. რაც შეეხება ანდერძის გახსნა, დაბადების მოწმობა და უშუალოდ ესეც მშობელ საზღვარგარეთ, აქ არის ყველა სტანდარტული ფასი ყველა ნოტარიუსისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. დიახ, ეს მინდა დავაკონკრეტო, რომ აი მაგალითად ანდერძის დამოწმება, თუ თქვენ გადახედავთ ტარიფების შესახებ ამ დადგენილებას, ნახავთ, რომ ანდერძის დამოწმება ღირს 9 ლარი. დიახ. თუმცა აქ გვაქვს ერთი სხვაობა, რაც იწვევს ხოლმე ხშირად სწორედ იმ გაუგებრობას, რომ რატომ ღირს სხვადასხვა ნოტარიუსთან სხვადასხვა ფასი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო თვალსაზრისით არსებული სხვაობა, როდესაც ზოგიერთი ნოტარიუსი არის DGG-ს გადამხდელი, ზოგი ნოტარიუსი არ არის DGG-ს გადამხდელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ისევ და ისევ საგადასახადო კანონმდებლობიდან და კოდექსიდან გამომდინარე და ზოგიერთ შემთხვევაში ამ ტარიფს ემატება 18% DGG, დამატებითი ღირებულების გადასახადი, ზოგიერთი ნოტარიუსის შემთხვევაში არა. ეს დამოკიდებულია იმ აქტივობაზე და იმ ბრუნვაზე, რომელიც ამა თუ იმ ქალაქში, ამა თუ იმ კონკრეტულ ნოტარიუსთან არის. აი შეკითხვა დავუშვათ მოქალაქეს ალბათ აქვს ისინი ვინც საუბრობენ რომ ხშირ შემთხვევაში იხდიან და თქვენი ხა ახსენით რომ 18% ემატება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხადო ერთ ნოტარიუსთან უფრო მეტი ვიდრე მეორესთან, მაგრამ როგორ უნდა გადაამოწმოს მან თუ გარკვეული ეჭვი გაუჩნდა იმის რომ შესაძლოა რომელიმე ნოტარიუსმა ისარგებლა იმით რომ მოქალაქემ არ იცის თავის უფლებები, არ იცის რამდენია ტარიფი გადასახადი, რაც ალბათ იშვიათ შემთხვევაში და გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც იმისთვის რომ გადაამოწმოს
გამოწმოს, რა უნდა გააკეთოს? მადლობთ. რა თქმა უნდა, ფაქტიურად დღესდღეობით მე არ მეგულება ნოტარიუსი, რომელიც თვითნებურად ზედმეტს ახდევინებდეს მოქალაქეს, მაგრამ მოქალაქის უფლების გადამოწმება ძალიან მარტივია. პირველი, ჩვენ გვაქვს შიდა სტანდარტები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ყველა სანოტარო ბიუროში, თუნდაც იგივე გარიგებებთან დაკავშირებით თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული ტარიფები, საზღაურის ოდენობა, რომელიც უნდა გადავიხადოთ. ეს ერთი. მეორე, როგორც გითხარით, ყველა სანოტარო აქტს აწერია კონკრეტული ის ტარიფი და კონკრეტული ის საზღაური, რომელიც უნდა გადაიხადოთ. მესამე, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სანოტარო აქტი და მასში გადახდილი ტარიფი გადაამოწმოთ ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე. ასევე მოითხოვოთ ინვოისი. ესეც გარკვეული სიახლე აღარ არის, მაგრამ უკვე დაახლოებით 2 წელია დაინერგა, როდესაც თითოეულ სანოტარო მოქმედებასთან ერთად მოქალაქემ შეიძლება ავტომატურ რეჟიმში გენერირებული სახით მიიღოს ელექტრონული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული ელექტრონული ინვოისი, რომლის მიღების შესაძლებლობას პროგრამა ავტომატურად გვაძლევს უკვე ელექტრონული ნოტარიატის მეშვეობით. ასე რომ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ გადავამოწმოთ, სწორად გადავიხადეთ თუ არა, რამდენი გადავიხადეთ და რამდენად სწორად იქნა ეს ტარიფი დაანგარიშებული. კავტუნი, ჩვენი თემა არ არის გადაცემის დღევანდელი, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ ნოტარიუსებთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში თქვენ ახსენეთ, რომ და მე ვთქვი, რომ მოქალაქეები ამბობენ, რომ უფრო მეტი გადავიხადე ამ ნოტარიუსთან, უფრო ნაკლები გადავიხადე და უშუალოდ სხვა ნოტარიუსთან და აუხსენით რატომ, მაგრამ ასევე პრეტენზიები არის ხშირ შემთხვევაში, რომ ნოტარიუსმა დაუშვა გარკვეული შეცდომა. ეს არის იპოთეკით დატვირთულ სახლებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ნოტარიუსის შეცდომაზე ბოლო პერიოდში ნაკლებად ისმის, თუმცა რამდენი 1 წლის წინ 2 წლის წინ აქტიურად ისმოდა ნოტარიუსების მიმართ მსგავსი ბრალდებები. რა გაკეთდა იმისთვის, რომ თუნდაც ერთეული შემთხვევა, თუნდაც ის განცხადებები, რაც მოქალაქეების მხრიდან იყო გაკეთებული, თავიდან ყოფილიყო არიდებული და გაგეკეთებინათ ყველაფერი იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა ნოტარიუსის მხრიდან არ ყოფილიყო დაშვებული. მადლობ შეკითხვისათვის, ეს მართლაც რო აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით იპოთეკასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად გემახსოვრებათ და მოსახლეობასაც კარგად ახსოვს, რომ ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მხარეები საუბრობენ და არა მხოლოდ მხარეები, არამედ სატელევიზიო ეთერშიც ხშირად ისმის იპოთეკით დაზარალებულების თემა. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის სწორად დანერგილი, ასე ვთქვათ, მიმართულება. იპოთეკით დაზარალებული ასეთი ცნება ცოტა არ იყოს უცნაურია ერთი მარტივი მიზეზის გამო. როდესაც მოქალაქე გაასესხებს თანხას. აი თქვენ მე დარწმუნებული ვარ, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი და ალბათ თქვენც გეყოლებათ, რომლის საარსებო წყაროს წარმოადგენს ის, რომ გაასესხოს თანხა, მიიღოს ამისათვის პროცენტი და ამ პროცენტით იარსებობს. ის ადამიანი, რომელიც ამ თანხას გაასესხებს და მას თანხას არ უბრუნებენ, როგორ ფიქრობთ, ის არ არის დაზარალებული? რა თქმა უნდა, ის დაზარალებული. ასე რომ მხოლოდ იპოთეკით დაზარალებული ასეთი ცნება ალბათ არასწორად დანერგილია პრაქტიკაში. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყო აქ ნოტარიუსის მონაწილეობა. ძალიან ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები სწორედ სანოტარო წესით არ ამოწმებდნენ ხელშეკრულებას, მათ არავინ არ განუმარტავდა იმ შესაძლო რისკებს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ვთქვათ, მათ მხრიდან გაწეული და სწორედ ამიტომაც იუსტიციის მინისტრის ინიციატივა იყო ის, რომ კერძო იპოთეკების შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის დამოწმების შემთხვევაში სავალდებულო გახდა სანოტარო ფორმის შემოღება. ანუ მხარე ვალდებულია მივიდეს ნოტარიუსთან და ნოტარიუსიც ვალდებულია განუმარტოს მხარეს ყველა ის შესაძლო რისკი, განუმარტოს ყველა ის შესაძლო შედეგი, რაც ხელშეკრულების დადებას შეიძლება მოყვეს და განუმარტოს ის უფლებები, რომელიც მხარეებს გააჩნიათ, ის ვალდებულებები, რომელიც მათ აკისრიათ და შესაბამისად განუმარტოს, რომ თუ რომელიმე მხარე არაკეთილსინდისიერად ან გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხებს ხელშეკრულების პირობის შესრულებას, რა ელით მათ წინ. ეს აქედან გამომდინარე, ფაქტიურად ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემს პრაქტიკაშიც ხშირად ყოფილა და სხვა კოლეგებთანაც სავარაუდოდ ასე იქნება, შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს განუმარტავ რა შესაძლო რისკებს, ხშირ შემთხვევაში მათ უარი უთქვამთ ამ ხელშეკრულების დადებაზე, იმიტომ რომ არ სურთ იმ ვალდებულებების აღება. ასე რომ ფაქტიურად თითქმის
თითქმის კი არა, მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ნოტარიუსი მხარეს არ განუმარტავს. ასეთი რამ დაუშვებელია. უბრალოდ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური მომენტი, როდესაც მხარე ფაქტის წინაშე დგება, მერე იწყებს ძებნას გარეთ დამნაშავის, რომ საკუთარ თავზე კი არა იღოს ის პასუხისგებლობა და ის შედეგი, რომელიც დაუდგა, არამედ ამაში სხვები დაადანაშაულოს. ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია და სამწუხაროდ ამ ფაქტორს ალბათ ნოტარიუსებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ვერ აცდნენ. თუმცა მხარები ამბობდნენ, კი წამიკითხეს, კი განმიმარტეს, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ გავითვალისწინე შესაძლო რისკი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი სარეკლამო კლიპებიც ბევრი გადიოდა ბოლო პერიოდში სატელევიზიო ეთერში, ძალიან ხშირად მოუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ენდონ ნოტარიუსს და დაამოწმონ ხელშეკრულება, მიიღონ განმარტება სამართლებრივი, მიიღონ იმ რისკების შესახებ გაფრთხილება, რომელიც შეიძლება მათ მოყვეთ და აქედან გამომდინარე, მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტონ და გამოხატონ ნება ამა თუ იმ ხელშეკრულების დადების ან არ დადების შესახებ. თუმცა ქალბატონ ნინო, თქვენ ახსენეთ, რომ გამოსვლები, განცხადებები მოქალაქეების მხრიდან ნოტარიუს შეცდომას მიუთითებდნენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ისინი ასეთ განცხადებებსაც აკეთებდნენ, რომ ნოტარიუსმა, რომელმაც იცოდა, რომ ერთხელ იყო იპოთეკით დატვირთული ქონება, დატვირთა მეორედ და ეს მხარებმაც იცოდნენ დარწმუნებული. ჩვენ არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასე შემდეგ. ნოტარიუსის შეცდომის გამო დავკარგე ქონება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდები და განვაგრძობთ საუბარს, რა სადისციპლინო კომისია, რა განიხილავს იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქის საჩივარი შემოდის თქვენთან ნოტარიუსთან გამგეობაში, როგორ დგინდება, მართალი იყო ნოტარიუსი თუ მართალი იყო მოქალაქე. რეკლამა და რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? დაბით პირდაპირ ეთერში ჩვენ დღევანდელი სტუმარია ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. ქალბატონ ნინო, ჩვენ გადაცემის რეკლამაზე გასვლამდე დავაანონსეთ შეკითხვა, რომ იპოთეკასთან დაკავშირებით აქვს ხოლმე ხშირად პრობლემა, რომ იყო ერთხელ დატვირთული იპოთეკით ნოტარიუსმა დატვირთა მეორედ, ისე რომ ჩვენ არ ვიცოდით და პრეტენზიების რაც აქვთ მოქალაქეებს არის ის, რომ ნოტარიუსი არ მოიქცა ისე როგორც უნდა მოქცეულიყო. თუ არსებობს რამე კომისია, რამე საბჭო, რომელიც შემდგომში უკვე მოქალაქეების საჩივრებს განიხილავს. კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ამ შეკითხვას მისმევთ, იმიტომ რომ ეს ხშირად არის ხოლმე მოქალაქეების მხრიდან პრეტენზიის საგანი, არ ვიცოდით, არ გაგვაფრთხილეს და ასე შემდეგ. როდესაც ნოტარიუსი უკითხავს მხარეს ხელშეკრულებას, იქ ნათლად და გარკვევით წერია, რომ ქონება უკვე ერთხელ არის იპოთეკით დატვირთული. თუ ნოტარიუსთან წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არ შეიცავს ამ ინფორმაციას, ანუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს ძველი ამონაწერი წარუდგენია, რომელშიც იპოთეკა არ ჩანდა და ამასობაში ახალი რეგისტრაცია არსებობს, ასე დროს ნოტარიუსი ყოველთვის შედის მონაცემთა ბაზაში, საჯარო რეესტრთან ყველა ნოტარიუსს გააჩნია წვდომა და თავად ნახულობს აქტუალურ მდგომარეობას ამ კონკრეტული ქონების შესახებ. ანუ ყველა მოქალაქე იღებს ინფორმაციას მეორე რიგის, მესამე რიგის და ასე შემდეგ იპოთეკის შესახებ. რაც შეეხება პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, პრეტენზიას ვერავის ვერასდროს ვერ აუკრძალავთ. როდესაც მოქალაქე ჭერს საჩივარს, მან შეიძლება ეს დისციპლინურმა კომისიამ განიხილოს, რომელიც მოქმედებს იუსტიციის სამინისტროსთან, მაგრამ თუ არის სამართლებრივი დავა, ყველა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ნოტარიუსის ქმედებას ამ მიმართებაში ექვემდებარება სასამართლო წესით გასაჩივრებას. ჩვენ მოვიძიეთ სასამართლო პრაქტიკა და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც სადაო გახდა სასამართლოს წესით, რომელმაც მოიარა 3 ინსტანცია, აქედან გამომდინარე ნოტარიუსის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო საბედნიეროდ. თუ დადგება ასეთი საკითხი და ასეთი შემთხვევა, თუ სასამართლოდან მივიღებთ ანალოგიური ინფორმაციას, მაშინ მოქალაქეს აქვს თავის დაცვის საუკეთესო საშუალება. პირველი, კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი პირადად მთელი თავისი ქონებით ვალდებულია პასუხი აგოს და აუნაზღაუროს მოქალაქეს მიყენებული ზიანი, ეს ერთი და მეორე. ყველა ნოტარიუსი სავალდებულო წესით პროფესიული საქმიანობისათვის არის დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვეო კომპანიის მონაწილეობით შესაძლებელია ავინაზღაუროთ ეს ზიანი. და მესამეც, უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ზიანი
და თუ ეს პასუხისგებლობა, რომელიც გაფორმებულია და დამოწმებულია შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან არ ეყოფა მოქალაქისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ნოტარიუსთა პალატას აქვს ეგრეთ წოდებული ქოლგა გადაზღვევა, როდესაც მოქალაქის სრულად დაკმაყოფილების მიზნით ჩაერთვება ნოტარიუსთა პალატა და მის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხიდან, პრემიიდან იქნება ეს ზიანი ანაზღაურებული. ასე რომ თუ მოქალაქეები მიმართავენ სასამართლოს, სასამართლო დაადგენს ზიანის არსებობას, დაადანაშაულებს ამაში ნოტარიუსს და შესაბამისად დააკისრებს მაგ ზიანის ანაზღაურებას, ეს ზიანი ყოველთვის შესაძლებელია რომ ანაზღაურებული იქნეს მოქალაქისათვის, როგორც გითხარით, სხვადასხვა ფორმით, ნოტარიუსის პირადი ქონებით და სადაზღვევო კომპანიის ჩართულობით. თუ არსებობს, ან თქვენ თქვით რომ არ არსებობს, ჩვენამდე სასარგებლოდ გამოეტანოს. ასეთი შემთხვევა სადაზღვევო კომპანიებთან ჩვენ თანამშრომლობთ. ანუ ეს სავალდებულო პროფესიული დაზღვევა უკვე 2000 თუ სწორად მახსოვს 9 წლიდან მოქმედებს სავალდებულო ფორმით. ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა იყო და ისიც ბოლომდე არ არის დასრულებული და იგი შეეხებოდა Skype-ით ეგრეთ წოდებული ელექტრონული ფორმით შესრულებული მინდობილობის შემთხვევაში ნოტარიუსის ბრალეულობის საკითხის სამართლებრივი პასუხისგებლობიდან, თუმცა ისიც არ დადასტურდა ბოლომდე. Skype, რომელიც მოქმედებს და გარკვეული სერვისია მომხმარებლისთვის, იმ დროს, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფები, შეგიძლია Skype-ით გარეკო და მინდობილობა გაუკეთო ნებისმიერ შენს ახლობელს, რომელსაც ენდობი. ეს სერვისი რამდენად უფრო მეტად პრობლემებს უქმნის ნოტარიუსს და რა აქვს დადებითი, აი თუ მოხდა შეჯამება, რა აქვს კარგი და რა შეიძლება პრობლემა შეექმნას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისი პრაქტიკული ანალიზით და სტატისტიკურად გამოვიკვლიეთ და მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტია მასში დადებითი, ვიდრე უარყოფითი და რატომ? პირველი, როდესაც ხდება მოქალაქის მინდობილობის დამოწმება ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით, ასეთ დროს გაცილებით უფრო მარტივია ფაქტის დადასტურება, კერძოდ ნამდვილად მოხდა თუ არა ამნების გამოვლენა, ვინაიდან ყველა ეს ჩანაწერი აუცილებელი და სავალდებულო ფორმით ინახება ნოტარიუსის ელექტრონულ არქივში. ანუ ადამიანი იმის შესახებ რომ არა ვამბობდი, ეს არ მithქვამს, არ ვიცოდი, ყველაზე საუკეთესო საშუალება არის, ვინაიდან ვიდეო ფაილი პირდაპირ დადასტურებაა იმისა, რომ არსებობდა ეს ნების გამოვლენა. მეორე დადებითი რაც არის, ამ ყველაფერს ესწრება და ადასტურებს ორი მოწმე, რომლებიც ასევე იზიარებენ ამ პასუხისგებლობას და ადასტურებენ შესაბამისი ფორმით. და ბოლოს მესამე, რა თქმა უნდა, ეს არის გაცილებით მარტივი სერვისი, როგორც ნოტარიუსისათვის, ასევე მოქალაქისათვის, მას აღარ უწევს საქართველოში ჩამოსვლა, შეუძლია თქვათ დისტანციურადაც გასცეს ეს ნება. ასე რომ და ფაქტიურად ნდობის მომენტი, ასე ვთქვათ, და ის რომ მოქალაქე მითაღლიყოს გაცილებით ნაკლებია, ამისი ალბათობა გაცილებით ნაკლებია ელექტრონული კომუნიკაციის შემთხვევაში. ასე რომ Skype-ის შემთხვევებს გაცილებით მეტი და ასე ვთქვათ ანალიზის შედეგად უფრო დადებითი შედეგები აქვს და ასე ვთქვათ რისკებიც ნაკლებად ყოფილა, ვიდრე სხვა შემთხვევაში. გავტვინე ხა Facebook-ზე მოგწერე შეკითხვა, რომ ეგრეთ წოდებული გენერალური მინდობილობები, რომელიც არსებობდაო, უარი მითხრეს ნოტარიუსმა, მითხრა, რომ მსგავს მინდობილობებს ისინი აღარ აკეთებენ და რამდენად მართალია, ანუ რამე შეზღუდვა არსებობს. ეგრეთ წოდებული გენერალური მინდობილობა ასეთი ცნება სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევასრულოთ მინდობილობა და დავამოწმოთ და მას მხოლოდ თვითონ მხარემ დეტალურად უნდა უთხრას ნოტარიუსს რა უფლებების გადაცემა სურს. ხშირად ხდება, რომ თქვათ გავცემთ ყველაფერზე მინდა მინდობილობა, ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ჩამონათვალი, რომელიც უნდა და ნების გამოვლენის კონკრეტული შემთხვევები, რომელიც ჩვენ უნდა მიუთითოთ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ ხელშეკრულებაში, კერძოდ მინდობილობის შემთხვევაში, აი ამ სანოტარო აქტის გაფორმებისას. რა თქმა უნდა, არსებობს მინდობილობის გაცემა, შესაძლებელია კი გაიცეს, შესაძლებელია შეუზღუდავად ჩამოითვალოს მაქსიმალურად ყველა ის უფლებები, რა უფლებებსაც გავცემთ, მაგრამ სასურველია, რომ ეს უფლებები კონკრეტულად იყოს მითითებული. სხვათა შორის მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ძალიან ვისარგებლებ თქვენი საეთერო დროით. ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე პრობლემები ზოგიერთ ბანკთან. მაგალითად გვიწერია, იყოს წარმომადგენელი საქართველოს ნებისმიერ ბანკში, ნებისმიერი ოპერაციის შესასრულებლად და ასე შემდეგ. ხშირად ზოგიერთი ბანკი ითხოვს, გთხოვთ ამ მინდობილობაში ეწეროს კონკრეტულად ჩვენი სახელწოდებაც, ჩვენი ბანკის სახელწოდებაც. ძალიან ბევრჯერ პირადად მე მიწევს
კონფლიქტური სიტუაციის შექმნა ბანკის თანამშრომელთან, რომელიც ამტკიცებს, რომ სიტყვა ნებისმიერი გამორიცხავს კონკრეტულ ბანკს. ასე რომ მე მგონი ცოტა მეტი ლოიალურობისათვის და ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, მოქალაქის სასარგებლოდ ფიქრისათვის მე მგონი მარტივად კანონის გადაშლაც არ არის რთული, ხომ? ასე რომ დაუბრუნდეთ ჩვენ შეკითხვას. აი ბანკებთან როგორ გეგმავთ მაშინ დაარეგულიროთ ეს ყველაფერი და თუ გეგმავთ იმუშაოთ, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს ალბათ ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ბანკთან შეხება არ ქონია და არ ჭირდება. მე მგონი არც არსებობს ეგეთი სანოტარო მომსახურება და ხშირ შემთხვევაში მსმენია რომ აი ბანკში უნდა მივიდე, გავიგო როგორი დოკუმენტი სჭირდება ნოტარიულად დამოწმებული. კი ბატონო, სამწუხაროა ეს. გავსი პრობლემები რომ არ შეიქმნას, თუ გეგმავთ რაიმე მუშაობის გაძლიერებას ამ მიმართულებით. ჩვენ გადავწყვიტეთ ნოტარიუსთა პალატაში არსებობს ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრი და გეგმავთ ზაფხულის პერიოდი ცოტა ისეთი პერიოდია, როდესაც ყველა არ არის ჩართული სამუშაო რეჟიმში, მაგრამ გეგმავთ რომ გავაკეთოთ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ეს საკითხები ერთხელ და საბოლოოდ გავიაროთ. მოქალაქე, რომელიც იღებს პენსიას და მინდობილობაში უწერია რომ მიიღოს პენსია და შეასრულოს ამასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება და ამ დროს თქვათ მოქალაქემ არ იცის ან არ არის მითითებული რომელ ბანკში და გვიწერია რომ ამ ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს თქვათ თუნდაც იგივე კონკრეტული მინდობილობის გამოყენება კონკრეტული მოქმედებისათვის. გეგმავთ რა თქმა უნდა შეხვედრას, რომ ის პრობლემები, რომლებიც ტექნიკური ხასიათისაა, აღმოფხვრათ. უფრო მეცაც გეტყვით, ხშირად ითხოვენ კონკრეტული ანგარიშის ნომრის მითითებას. ასე რომ აი ასეთი საკითხები ალბათ მე მიმაჩნია რომ ეს საბანკო პოლიტიკა კი არ არის, ეს არის ალბათ უფრო ერთეული თანამშრომლების შეიძლება ითქვას. ან ერთეული თანამშრომლების რაღაც ასე გარკვეული ზედმეტი რისკის არაღების და გადაზღვევის, როგორც თქვენ ბრძანეთ, გამოხატულება, მაგრამ ამითი მოქალაქე არ უნდა დავაზარალოთ. და ბოლოსთვის მინდა გკითხოთ, ჩვენ საეთერო დრო იწურება, ელექტრონული არქივი იქნება, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რა ეტაპზე ხართ ელექტრონული არქივის შექმნის მიმართულებით და ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, რას გაამარტივებს ეს ყველაფერი, ანუ რას მომცემს ის, რომ ელექტრონულად იქნება დაუშვათ ეს დოკუმენტები? მადლობთ ამ შეკითხვისთვის. მართლაც ელექტრონული არქივი გულისხმობს იმას, რომ თუ დღეს თქვენ მიდიხართ და თქვენ მოქალაქე ნაკლებად გრძნობთ ალბათ ამას, მაგრამ ტოვებთ განცხადებას რაღაცა გარკვეული სანოტარო აქტის მოძიების შესახებ და ფაქტიურად იწყება მთელი პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელი იწყებს ქაღალდის მატარებელი დოკუმენტის ძიებას. ელექტრონული არქივი იქნება იმისათვის, რომ მოქალაქემ მაპატიეთ არქივის თანამშრომელმა უკვე არა ქაღალდებში ეძებოს ეს დოკუმენტი, არამედ იქნება ელექტრონული ფორმით შექმნილი, აღწერილი, დასკანერებული და შესაბამისად ძალიან მარტივი იქნება ამ აქტის ნიმუშის მიღება უკვე ელექტრონული ფორმით. ანუ აღარ დაგჭირდება კონკრეტული ქაღალდის მატარებელი დოკუმენტის ძებნა და ამ შემთხვევაში ეს პროცედურა გამარტივდება როგორც პალატის თანამშრომლისთვის, ისე მოქალაქისთვისაც მარტივად, იმიტომ რომ მოქალაქეს აღარ დასჭირდება ვთქვათ ის იმ პერიოდის ლოდინი, რა ლოდინიც გათვალისწინებულია ქაღალდის მატარებელი დოკუმენტის ძებნის შემთხვევაში. დაზოგავს უფრო მეტ დროს. რა საკვირველია. და დროსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მე რამდენჯერაც ვისარგებნე ნოტარიუსის მომსახურებით, პრეტენზია არ მაქვს, არ ვაპირებ სასამართლოში უჩვილო, ყველა სერვისი მივიღე ისე როგორც საჭირო იყო, შემიძლია პირადად გითხრათ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ბოლო პერიოდში ნოტარიუსს, თუ უბრალოდ არის რიგი შემთხვევები, როდესაც ბევრი მოქალაქე, არის რიგები ხშირ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ამა თუ იმ დოკუმენტის დამტკიცება ჭირდება. მინდა გითხრათ, რომ რიგების საკითხი ფაქტიურად შეიძლება ითქვას დღესდღეობით აღარ მგონია რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა თბილისში ძალიან ბევრია ნოტარიუსი, დაახლოებით 150-მდე ნოტარიუსი ყავს უკვე. და აქედან გამომდინარე სერვისი ხელმისაწვდომია მოქალაქისთვის, თუ არსალია ერთ ნოტარიუსს შეგიძლიათ თავისუფლად მიმართოთ სხვას. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად მისულა ნოტარიუსთან და აგრეთვე ჩვენი ალბათ შინაგანი ბუნება, რომ ყველაფერი გვინდა გუშინ, მაგრამ გვეჩქარება, როგორც წესი მივფრინავთ აეროპორტში და გზადში გაგვახსენდა და შევიარეთ. მაგრამ არსებობს ამ პრობლემის მოწესრიგების სხვა გზაც, ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ ვიზიტის დაჯავშნას ონლაინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ ნებისმიერი ნოტარიუსი, აერჩიოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი დრო
და დაჯავშნოთ თქვენი ვიზიტი წინასწარ, რომ სწორედ იმ რიგში დგომამ აღარ მოგიწიოთ. სამწუხაროდ ძალიან იშვიათად მიმართავენ მოქალაქეები ამ სერვისს და მერე უკვე უწევთ, ასე ვთქვათ, სანოტარო ბიუროში მისვლა, დაჯდომა, ლოდინი. არც ნოტარიუსს არ უხარია, როდესაც მას მოქალაქე ელოდება. ასე რომ მე მგონი ორმხრივი თანხwebdriver ამ შემთხვევაში უბრალოდ ცოტა მეტი მობილიზება გვჭირდება ხოლმე. კაპიტანი, მე რატომ მკითხეთ იცით ეს რატომ დაგისვით ეს შეკითხვა რიგებთან დაკავშირებით და მე პირადად დამინახავს რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. ნიშნავს თუ არა ეს რომ საზოგადოების თვითშეგნება უფრო მეტად გაიზარდა და თვლიან რომ ნოტარიუსმა ჯობია გააკეთოს ვიდრე სიტყვიერად შეთანხმდეს ორი მხარე მოაწერონ ხელი და ეგონოთ რომ აქვს დოკუმენტი. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, მოქალაქეთა სამართალშეგნება მართლაც ცოტა მაღალ ეტაპზე გადავიდა საბედნიეროდ. თუ თქვენ ადრე თქვენს მეგობარს მარტივად ასესხებდით თანხას, ისე რომ ხელწერილსაც არ ჩამოართმევდით, დღეს ამას არ გააკეთებთ, ხომ? იმიტომ რომ მეგობარს აღარ ენდობით, უბრალოდ ჩამოყალიბდა ეს სამართლებრივი კულტურა, რომ ყველამ ყველაფერი შესაბამისი ფორმით უნდა დაამოწმოს, დაარეგისტრიროს, დაადასტუროს და ასე შემდეგ. ჩემია მამაპაპისეული სახლი და არავინ წამართმევს. არსებობდა ხომ და დღესაც არის ხშირ შემთხვევაში ეს კრიტერიუმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე ყველა მიცის, რომ ამ უფლების რეგისტრაციაა საჭირო. აქედან გამომდინარე ეს ტენდენცია თანდათან ფეხს იკიდებს და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მოქალაქე უკვე მიმართავს ნოტარიუსს იმისათვის, რომ დაამოწმოს დოკუმენტი, მიიღოს და შესაბამისად უკვე უდაუმტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტი ჰქონდეს ხელთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში. მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარი იყო ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. მე წარმატებებს გისურვებთ ქალბატონი ნინო და გელოდებით უკვე მომდევნო გადაცემებში სიახლეებით, რომელიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა რომ სტუმრობდით. მადლობა თქვენ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.